დღეს გეტყვის 3 საკვებ დანამატს, რომელიც მაღალი ალბათობით შენს ორგანიზმს ჭირდება და აუცილებელია და 3 საკვებ დანამატს, რომელიც ხშირად ტყუილად ფულის ხარჯვაა. ზოგადად საკვებ დანამატს რატო ყიდულობს ადამიანი? იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ გარემოში, ჩვენ ორგანიზმს აქვს დეფიციტი და საჭიროებების, სხვადასხვა ვიტამინების, მინერალების ან კომპონენტების და საკვები დანამატის სახით ვცდილობთ შევივსოთ იმას, რასაც კვებით ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზოგი საკვები დანამატი საერთოდ არაა საჭირო, ზოგი პირიქით მავნებელია და ზოგი პირიქით ძალიან ხშირად დეფიციტურია და ზუსტად ამ 3-ს გეტყვით, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება უმეტესად და 3, რომელიც უმეტესად არ გვჭირდება. პირველი და ყველაზე მთავარი არის D ვიტამინი. D ვიტამინის დეფიციტი აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ადამიანს, რომელიც ჩრდილოეთში ცხოვრობს და საქართველოს ნაწილობრივ D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს ზამთარში განსაკუთრებით. D ვიტამინის წყარო არის მზე და ზამთრის მზე საკმარისი უმეტესად არ არის, ფანჯრიდან შემოსული მზე საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ულტრაისფერი B სხივები აუცილებელი და ეს ფანჯარა ბლოკავს, შესაბამისად D ვიტამინის წარმოქმნა ადამიანებში ძალიან დეფიციტურია. თუ მაინც ბუნებრივად უნდა ადამიანს მიიღოს, ზაფხულის მზე 10-15 წუთით რო გავიდეს, არა ისე რომ დაიწვას, რა თქმა უნდა, ხელები და ფეხები რო უჩანდეს ისე და ასე შესაძლებელია დღიური დოზის მიღება, მაგრამ ზაფხულის მზე ყოველთვის არ არის და თან მზეც საერთოდ არ არის ყოველთვის, ამიტომ ასაკოვნებში განსაკუთრებით ხშირია დეფიციტი. ამიტომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეფიციტური ვიტამინი D ვიტამინი და თან D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ფარულ სიმპტომებს, ადამიანს ღია სიმპტომები არ აქვს, შეიძლება დაღლილობა, კუნთების ტკივილის, სხეულის ტკივილი კონდეს, სისუსტე კონდეს. ბავშვებს თუ D ვიტამინი აქვს, რაქიტი ვითარდებათ, ზრდასრულებს ძვლები უსუსტდებათ, ანუ კალციუმი გამოდის ძვლებიდან, როცა D ვიტამინის ნაკლებობა ეგაა მნიშვნელოვანი და უსუსტდებათ ძვლები რეალურად და მოტეხილობა ადვილად შეიძლება დაემართოთ და D ვიტამინი არა მარტო ძვლებისთვის და კუნთებისთვის არის აუცილებელი, არამედ მრავალ რეაქციაში მონაწილეობს, მოკლედ ფერმენტების რეაქციებში მონაწილეობს მრავალში ძალიან და მათ შორის იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნება განწყობისთვის და აი D ვიტამინის დეფიციტი დეპრესიას და შფოთვისკენ მიდრეკილებასაც აძლიერებს. შესაბამისად D ვიტამინის დიდი როლი აქვს ჩვენი ყოველდღიური ჯანმრთელობისთვის და მისი დეფიციტი კიდე ძალიან ხშირია. D ვიტამინის განსაზღვრა ხდება ხოლმე სისხლში, 20 ქვევით თუა მიიჩნევა, რომ მნიშვნელოვანი ნაკლებობა რეალურად და ჭირდება ადამიანს D ვიტამინის მიღება, 150-ზევით თუა ტოქსიურია. ხო, ის მიდგომა, რომ D ვიტამინი მაღალი დოზებით ყოველთვის კარგია, არ არის სწორი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ D ვიტამინი სულ ძალიან დიდი რაოდენობით მიიღებს ადამიანი, დაგროვდება სისხლში, გამოიწვევს ჰიპერკალცემიას, ანუ სისხლში კალციუმის დონე მოიმატებს და ეგ გულისთვის არ არის კარგი. შესაბამისად D ვიტამინის დოზირება მნიშვნელოვანია, ზრდასრულებისთვის 600-დან 800 საერთაშორისო ერთეულამდეა ხოლმე დოზა და გააჩნია როგორ დეფიციტი აქვს, შეიძლება 1000-იანი დანიშნოს, 2000-იანი დანიშნოს, ზოგჯერ ნიშნავს ხოლმე კვირაში 10,000 მაგალითად ეგეთი დოზირებაც არსებობს, მაგრამ მიიჩნევა, რომ საუკეთესო პრაქტიკა არის დაბალი დოზები ყოველდღე, ვიდრე კვირაში ერთხელ მაღალი დოზა, შესაბამისად დაბალი დოზით ყოველდღე მიღება ჯობია. აქ კითხვა არის ხოლმე კიდე, რომ ხო არ ჯობია რომ D ვიტამინი მივიღოთ საკვებიდან, ეგრეც არ არის, საკვებიდან მიღებული D ვიტამინი ჯერ ერთი შეიცავს თევზის კონი შეიცავს შედარებით მეტს, კვერცხიც შეიცავს და ცხოველურ ცხიმში არის ხოლმე წარმოდგენილი, მაგრამ D ვიტამინი საკვებიდან ცოტაა მაინც და ხა თევზსაც ყოველდღე კი არა, კვირაში ერთხელაც ბევრი ადამიანი არ ჭამს. შესაბამისად საკვებით D ვიტამინის მიღების იმედი დიდად არ უნდა ქონდეს ადამიანს, ამიტომ არის რომ საკვები დანამატების ყველაზე სტანდარტული დოზა არის ხოლმე 800-იანი, ან 1000-იანი, ან 2000-იანი, ან ზოგჯერ არის რომ მაღალი დოზებით იწყებენ და შემდეგ ამცირებენ თქვათ სტაბილურ 800-ზე ან 1000-ზე და ესე იღებენ. ხანგრძლივი მიღებისთვის დაახლოებით 1800 საერთაშორისო ერთეული მიიჩნევა ნორმად. D ვიტამინის გადაჭარბება
არ არის სასურველი როგორც გითხარით და D ვიტამინი უცებ არ იკლებს, ანუ თქვათ ერთი დღე რო არ მიიღო, ეს არის D ვიტამინი უცებ შემცირდება. ეგ არ არის C ვიტამინი. C ვიტამინი ბევრად უფრო მალე მცირდება, მაგრამ D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი და D ვიტამინი ნელა გროვდება კიდევაც და ნელა იცლება კიდევაც, იმიტომ რომ ცხიმში ინახება შესაბამისად, ან ჩვენივე ცხიმში ინახება, ამიტომ D ვიტამინის დეფიციტი ნელა ვითარდება, მაგრამ თან ხო ნუ ეს მზისგან რომ მიიღებოდა რეალურად ცხიმში დაგროვებას და რაღაც მე ზამთარს გადააგორებს და ადამიანი და ესე, მაგრამ დღევანდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე საჭიროებს D ვიტამინის რეგულარულ მიღებას და ეგ მნიშვნელოვანია რეალურად. და D ვიტამინის ნაკლებობა თუ აქ ადამიანს შეიძლება დეპრესიის რისკი გაზარდოს, გაციების, ძილის, ტონაში მატება, თმების მდგომარეობა უარსო. ანუ ძალიან ბევრ რეაქციაში მოაწოდებს D ვიტამინი, ამიტომ ხაზგასასმელია რომ მართლა მნიშვნელოვანია და ეს გაიდლაინებითაც მოწოდებულია და რეკომენდაციები არის ხოლმე რომ ადამიანების ძალიან დიდ პროცენტს, ნუ ნახევარს და გაჩნია ქვეყნებს ზოგან მეტს ზოგან ნაკლებს აქვს D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი და ამიტომ D ვიტამინი ნამდვილად საუკეთესო საკვები დანამატია, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატი, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა არის ცილები, შრატის ცილებს რო ეძახიან განსაკუთრებით ის whey protein აწერია ხოლმე. ეს შრატის ცილები არის ცილის ფხვნილი. ეხლა რას ნიშნავს ეგ? ანუ რეალურად ეგ არის საკვები, ანუ პროტეინები არის საკვები. იყო მოსაზრება ადამიანებში რომ რაღაცა ეს პროტეინის ფხვნილი ასოცირებული იყო რაღაც ვარჯიშთან, bodybuilding-თან და სულ ეხატა ხოლმე რაღაც კუნთიანი კაცები, ქალები, როცა პროტეინების ქილა გინახიათ, ალბათ ხშირად არის ხოლმე რომ ახატეს 90-იანებიდან არის ალბათ ეს სტერეოტიპი შერჩენილი, რომ პროტეინები ჭირდებოდათ იმ ადამიანებს, ვისაც კუნთების დაყენება უნდოდათ. მაგრამ რაც მეტი დრო გავიდა, გამოიკვეთა, რომ ჩვენ ქალებსაც, კაცებსაც, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს გვჭირდება ცილა. ცილა იმისთვის, რომ კუნთი შენარჩუნდეს, ცილა იმისთვის, რომ კუნთი შეიქმნას და ცილა იმისთვის, რომ მეტ ხანს ვიცოცხლოთ, ანუ პირდაპირ კავშირში არის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ცილა და კუნთი, რაც მეტი აქვს ადამიანს, მეტ ხანს ცოცხლობს. მეტი აქ ხო არ გულისხმობ მეტში ხოლმე რაღაც bodybuilding-ის კუნთებს გულისხმობ, რომ მაგალითად კუნთის ნაკლებობა თუ მეტი კუნთი იმარჯვებს ყოველთვის, ის ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამიტომ დადგა საჭიროება, რომ ადამიანმა მიიღოს ცილა რეგულარულად. ყოველდღიურობაში ადვილად ვერ ვიღებთ ცილებს, ხო, სხვა მიზეზების გამო ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ ხორცი არ არის ყოველდღე, ზოგი ადამიანისთვის არა კომფორტული საჭმელია ხორცი ყოველდღე და ესე. ამიტომ გაჩნდა რეალურად ცილის საჭიროება, რომ მიიღო ადვილად ფხვნილის სახით, ან ჩაყრი ერთ პატარა კოზივით მოყვება თავის უმეტესად და ეგრევე მიიღებ 20 გრამ ცილას, ან 25, ან რამდენიც აწერია Z. მარტივია და ამიტომ არჯობია, ხორცს არჯობია და არჯობია კვერცხს და ეს, მაგრამ მარტივია და ამიტომ. აქვს ხოლმე ამ ცილის ფხვნილებს, პროტეინის ფხვნილებს დანამატები, შეიძლება ცხიმი, შაქარი და ასე, ანუ რაც ნაკლები დანამატი აქვს, ზოგადად მით მეტად ჯობია. არის ხოლმე სხვადასხვა ფორმებით ესენი, ანუ კონცენტრატი, მაგალითად პროტეინის კონცენტრატი, პროტეინის იზოლატი და ჰიდროქსი და ჰიდროლიზატი, ანუ სხვა ფორმებია. განსხვავება რა არის, მოკლედ პროტეინის იზოლატი არის ყველაზე იაფი როგორც წესი და პროტეინის იზოლატი თან ცხიმი და შაქარი ძურებია ხოლმე ხშირად. და სასურველი თუ არ არის სასურველი, იქიდან გამომდინარე უნდა შეხედოთ. შაქარი თუ მეტი აქვს, არ არის სასურველი ეგეთი ყიდვა და თუ შაქარი ნაკლები აქვს და ცხიმი ნაკლები აქვს, ღირს, იმიტომ რომ ცილებს იღებს და შედარებით იაფი ღირს. პროტეინის იზოლატი უკეთესია, უფრო ნაკლები ლაქტოზა, ნაკლები რძის შაქარია მაგალითად და უკეთესია, მოკლედ ყოველდღიური მოხმარებისთვის და თუნდაც აი ვარჯიში ვინც იწყებს, მოვარჯიშე ადამიანებისთვის კარგია, არა მოვარჯიშეებისთვისაც კარგია, ოღონდ მთელი მუღამი, ესე ვთქვათ, პროტეინის მიღების ის არის, რომ როცა პროტეინის ფხვნილს იღებ, რაღაც დონეზე უნდა ივარჯიშო, თუ გინდა რომ ის ეფექტურად გამოიყენო. კიდევ ერთხელ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ასაკოვანი ადამიანი იყო და შენი მიზანი სულ არ იყოს კუნთების დაყენება, მაგრამ შენი მიზანი იყოს ჯამთელი სიცოცხლე და ხანგრძლივად სიცოცხლე. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ცილებიც და ვარჯიშიც. პროტეინების ფხვნილი ამ შემთხვევაშიც საჭიროა. პროტეინების ფხვნილი მაგალითად და მსუბუქი ვარჯიშები
შედარებით. ხა რა თქმა უნდა, ასაკოვანი ქალი ვერ ივარჯიშებს რაღაც ძიმე გირებით, ამაზე არაა საუბარი, მაგრამ თავის ფარგლებში რო ივარჯიშოს და თავის ფარგლებში და ცილები მიიღოს. ან თუ კი შედარებით ახალგაზრდა ადამიანი და ის შეუძლია კი ძალისმიერი ვარჯიშები და ცილები საუკეთესოა იმისთვის რომ კუნთები ასოცირებულია დიდხანს სიცოცხლესთან. ეს არის მთელი მუყავი. ეს ცილა ეხლა რამე ჯადოსნური რაღაცა არ არის. ეს ცილა არის რისგან იღებდნენ მოკლედ ამ ვეით ცილებს, შრატის ცილებს საიდან იღებენ. ყველს რო აკეთებენ, რაც რჩება ის სითხე შრატი, ხო? ადრე ღვიდნენ იმ შრატს და მე აღმოჩნდა რომ იმ შრატში ძალიან მაღალი ხარისხის ცილებია და მაგას იღებენ. აი ეს არის მთელი მუღამი, ანუ შრატისგან ძის შრატისგან ყველს რო აკეთებ, თანაპროდუქტი ერთ-ერთი რაც ყველის კეთებისას მიიღება არის შრატის ცილა და ამ შრატის ცილას მე აშრობენ და ფხნილად ყიდიან. ეს არის ეს თქვათ მუღამი. გაჩნია ხა სხვა დოზით შეიძლება მიიღოს ადამიანმა. სტანდარტული არის ხოლმე რომ 20 გრამი ცილა მაგალითად დამატებით. ზოგჯერ არის სხვა საკვებში გახსნიან ხოლმე ამატებენ სხვა საკვებს. ზოგჯერ აცხობენ ამ ცილებით სხვა საკვებსაც, გამოცხარ პროდუქტებსაც ან პირდაპირ შეიქს აკეთებენ. ზოგი არის რომ ურევს მაგალითად იოგურტში და ეს რაღაცები ესეთი ან სხვა მიღების გზა ჭირდება. ყველას ჭირდება თუ არ ჭირდება? უმეტესად ჭირდებათ ადამიანებს, უმეტესად ასაკთან ერთად განგველება კუნთების განლევა ასოცირებულია სუსტ იმუნიტეტთან, ნაკლებ სიცოცხლესთან და ყველაფერ სულთან, მოკლედ გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევასთან, ინსულინ რეზისტენტობასთან, ქოლესტერინის მომატებასთან, წონის მატებასთან და ყველაფერს სულთან არის ასოცირებული მოკლედ კუნთების განლევა და კუნთების განლებისგან გიცავს ცილა. ცილის მიღება არ ნიშნავს ავტომატურ გარანტიას, ოღონდ ეგეც უნდა იცოდეთ. ცილას რო იღებ, უნდა ივარჯიშო კიდევაც. აი ეგ არის ძალიან მთავარი კომბინაცია, თორე თუ მაგალითად ყველაფერს ისევ ჭამ, როგორც ჭამდი და უბრალოდ დამატებით იღებ ცილას, ეს ცილა საბოლოო ჯამში კი არ გადაიქმნება კუნთებად, გარდაიქმნება ენერგიად, ან გარდაიქმნება ცხიმებად, თუ ზედმეტობა, ორგანიზმისთვის ზედმეტობა. აი ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ თუ ვარჯიში არის დაახლოებით ისე როგორც მშენებლობის ბრძანება რო გასცე და ცილა არის აგურები, პროტეინის ფხვნილი არის აგურები და ვარჯიში არის მშენებლობის ბრძანება. მშენებლობის ბრძანება თუ არ გაეცი, აგურები შეიძლება დაყარო და მე ნაგვის მანქანამ წაიღოს. აი დაახლოებით ეგეთი რამე დაემართება, ან ვიღაც წავიდეს და დაასაწყობოს აგურები და შეიძლება აგურების მთა გქონდეს, რომელიც არ დაგჭირდება არც ცხიმებად გადაიქმნას, სხვანაირ აგურებად გარდაქმნას, თქვა დაასაწყობა. ხო, აი ამიტომ ცილის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ მნიშვნელოვანია ასევე ვარჯიში. აი ეს უნდა დავიმახსოვროთ და არის ხოლმე კიდე რომ აუცილებლად რაღაც ანაბოლურ ფანჯარას ეძახენ ეს ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე საათი განსაკუთრებით აქტიურად ჭირდება ორგანიზმს ცილები იმის რომ კუნთი აშენდეს და ეს დადგინდა კვლევით მოკლედ რომ შეგიძლია ცოტა მერეც ჭამო და დიდი პრობლემა არ არის მოკლედ ორგანიზმს და კუნთებს უცილები ჭირდება რამდენიმე საათის მერეც გამოიყენებს აუცილებელი არ არის რომ ივარჯიშებ თუ არა ეგრე ცილები და პროტეინები დალიო და არის ხოლმე კიდე კითხვა რომ პროტეინის ჰიდროლიზატი რომელიც ყველა ძვირი ღირს ჭირდება თუ არა ჩვეულებრივ ადამიანს როგორც წესი ეგ არ ჭირდება თუ ძალიან ვარჯიშობ და რაღაც ესე ხო მაგრამ ანუ ისე თუ შენ გინდა შენ ჯანმრთელობისთვის ანუ ძვირი ღირს ძალიან და ხო კარგია რომ უფრო სუფთა და ის დაქუცმაცებული ვარიანტია ცილის მოკლედ რომელსაც ორგანიზმი უფრო ჩქარა უფრო ადვილად ითვისებს მაგრამ ძვირია და სპეციფიურია და არ ჭირდება რა ჩვეულებრივი პროტეინებით წავა მოკლედ ამიტომ არ ღირს ის ან იზოლატი ან ის კონცენტრატი ორივე შესაძლებელი. მესამე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი რის მიღებაც შეიძლება არის B12 ვიტამინი და ბევრ ადამიანს აქვს შედარებით მისი დეფიციტი. B12 ვიტამინი აუცილებელია ნერვებისთვის. მოკლედ ნერვები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც პატარა შნურები, რომელსაც გარშემო აქვს შემორტყმული დამცავი, ხო, იზოლაციასავით. ეს იზოლაცია რო შემოაფრთხნა, ხო, მიედება მე ერთმანეთს და იმ მოკლედ ჩართვა მოხდება, ხო? ნუ ადამიანის ორგანიზმში ეს მოკლედ ჩართვა არ მოხდება, უბრალოდ რომ შემოიფრთხნება, ის ზიანდება მე ნერვები და ეგ არის პრობლემა, ამიტომ არის ხოლმე რომ B12 ვიტამინის დეფიციტი ვისაც აქვს დაბუჟება და ეს დაბუჟების შეგრძნება აქვს ზოგჯერ მეხსიერების გაუარესება და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ასევე B12 ვიტამინი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის
და DNM-ის სინთეზი ყველაზე მეტად რას შეესაბამება ხო სისხლის უჯრედების წარმოქმნას, იმიტომ რომ თუ კანის უჯრედების ხშირად წარმოიქმნება, ან DNM-ი მასაც ჭირდება, მაგრამ სისხლის უჯრედები ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? და სისხლის უჯრედები ნორმალურად ვერ ვითარდება და ხდება უფრო დიდი, მოკლედ. დიდი და მოუხეშავი და ეს დიდი მოუხეშავი სისხლის უჯრედები, რომელსაც ეფექტურად ვერც მიაქვთ ჟანგბადი, წესით ჟანგბადი უნდა დაგქონდეთ მაგათ რა და ზოგი კაპილარებში იჭედება, კარგად ვერ მიაქვს ჟანგბადი და ესე, პრობლემურია, მოკლედ და ეს პრობლემური სისხლის უჯრედები იწვევს ადამიანში ჟანგბადის უკმარისობას, დაღლილობის შეგრძნებას და სუნთქვის დისპნეის, ქოშინის სუნთქვის გაძნელებას, მოკლედ და ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება და გეუბნება რომ სუნთქვის გაძნელება მაქვს ეს ადამიანი და აი ეგეც მიუთითებს იმაზე რომ B12-ის დეფიციტი შეიძლება ქონდეს. არა ყოველთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ ანემია არ ქონდეს, ეს დიდი უჯრედოვანი ანემია არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ ნერვული სიმპტომები ქონდეს, მაგალითად დაღლილობა, ხელების, ფეხების დაბუჟება, უენერგიობა შეიძლება ქონდეს ადამიანს, შეიძლება ქონდეს სხვა სიმპტომები, დეპრესიის მსგავსი სიმპტომები შეიძლება ქონდეს. განსაკუთრებით ხშირია ეს ხანდაზმულთა ასაკში, ენის ჩხლეტა შეიძლება ქონდეს და ჩხლეტის შეგრძნება ზოგადად იმაში ორგანიზმში ენაზე თითქოს რაღაც ტკივილის შეგრძნება შეიძლება ქონდეს. ნერვებთან ასოცირებული სიმპტომები, მოკლედ ეგ არის და დეპრესიის მსგავსი სიმპტომები. ამიტომ B12-ის დეფიციტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც საკმაოდ ხშირია და რისი აღმოფხვრაც აუცილებელია. B12 ვიტამინის ძირითადი წყარო არის ცხოველური პროდუქტები, ხორცი მაგალითად, ხორცი, თევზი, ძროხის ღვიძლი და ესეთი, ხორცეული, მოკლედ ეგ მთავარი B12-ის წყარო. და მცენარეებისგან ვერ იღებს ადამიანი B12-ს, ზოგიერთ მცენარეში შეიცავს ძალიან მცირე ოდენობით, მაგრამ შეგვიძლია უგულებელყოთ მაგას, ამიტომ ადამიანები განსაკუთრებით ვინც ვეგანები არიან, ასაკოვნები არიან, ასევე B12 შეიძლება იღებდე, მაგრამ კუჭი არ გიწყობდეს ხელს, მაგალითად კუჭის დაბალი მჟავიანობა ვისაც აქვს, ან ასევე კუჭი გამოყოფს შინაგან ფაქტორს. ეს შინაგანი ფაქტორი არის აუცილებელი B12-ის შეწოვისთვის. შინაგანი ფაქტორი თუ არ არსებობს და მჟავიანობა თუ დაბალია, ვერ შეიწოვება კარგად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება B12-ს იღებდეს ადამიანი და მაინც დეფიციტი ქონდეს. ადამიანები, რომელსაც აქვთ გასტრიტი და მე კუჭიროთ, კივათ, სულ ომეპრაზოლზე არიან, ომეპრაზოლზე მჟავიანობას ამცირებს, B12-ს ვერ იწოვენ შედეგად. აი მაგ ადამიანებს აქვთ B12-ის დეფიციტი. ასევე აქვთ ადამიანებს, რომლებიც მეტფორმინს იღებენ მაგალითად და სხვა პრეპარატებს. მეტფორმინი დიაბეტი ან ინსულინ რეზისტენტობა ვის აქვთ, იმ ადამიანებს ხშირად ემართებათ B12-ის დეფიციტი და ამიტომ მნიშვნელოვანია B12-ზე ტესტირება, მოკლედ თუ კი ადამიანს აქვს ეჭვი, რომ შეიძლება ქონდეს B12-ის დეფიციტი. და დოზირება ხშირად გამოიყენება ხოლმე 1000-დან 2000 მიკროგრამამდე დღის განმავლობაში. ოღონდ თუ დეფიციტი აქვს ძლიერი ადამიანს, ბევრად მაღალი დოზების გამოყენება შეიძლება, ახლა ნერვული სიმპტომები თუ აქვს, რომ ის ნერვული სიმპტომები მოეხსნას ადამიანს, თუმცა როგორც წესი, სტანდარტული დოზირება, როგორც წესი, ეს არის ხოლმე 1000-დან 2000-მდე. და ეხლა ვთქვათ ის სამი საკვები დანამატი, რომელიც ხშირად ზედმეტია. ერთ-ერთი არის ესეთი E ვიტამინი, ერთი რომ E ვიტამინის დეფიციტი ადამიანებს აქვს ძალიან იშვიათად, მოკლედ და ჯამთელ ადამიანებს როგორც წესი E ვიტამინის დეფიციტი არ აქვს, ამიტომ ზედმეტად E ვიტამინის მიღება არ არის საჭირო, ხო, როგორც ანტიოქსიდანტს ისე იღებენ ხოლმე, თუმცა ეს ოქსიდაციური სტრესი რაღაც დონეზე ორგანიზმში უნდა იყოს. ხო, ზოგჯერ არის რომ ზედმეტი ქრონიკული ანთება იწვევს ზედმეტ ოქსიდაციურ სტრესს და აზიანებს ორგანიზმს, მაგრამ ზედმეტად და მაღალი დოზებით E ვიტამინის მიღება დამაზიანებელია უფრო ვიდრე სასარგებლო. აი კვლევა იყო, სელექტი ეგეთი კვლევა იყო, ადამიანები იღებდნენ E ვიტამინს პროსტატის კიბოს პრევენციის მიზნით და აჩვენა, რომ პირიქით მაღალი დოზით E ვიტამინს ვინც იღებდა, იმ ჯგუფში პროსტატის კიბოს რისკი გაიზარდა პირიქით, 17% ეს ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ არც დაბალი არ არის, შესაბამისად სიმსივნის რისკი გაიზარდა. ამიტომ არ არის საჭირო მისი დიდი რაოდენობით მიღება. ასევე მეორე მნიშვნელოვანი რისკი აქვს, რომ შინაგანი სისხლდენის რისკი იმ ადამიანებს განსაკუთრებით, ვინც სისხლის გამათხიერებლებს ისედაც იღებს, უკვე იღებს, მაგ ადამიანებში იზრდება გულის და აი იყო ხოლმე რომ ეს კიბოს პრევენციისთვის ან გულის დაავადების პრევენციისთვის თანამედროვე გაიდლაინების უმეტესობის რეკომენდირებული არ არის ზრდასრულებში გულის დაავადების კურნალობისთვის E ვიტამინის მიღება, ამიტომ ხშირად არის ხოლმე ზედმეტი ადამიანი საკვებით
ძირითადად იღებს საკმარისი რაოდენობით და იშვიათია ზოგადად ვიტამინის დეფიციტი, ამიტომ ხშირად არის ზედმეტი მოკლედ და ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ვიტამინთან. მეორე მნიშვნელოვანი რაც ხშირად დამაზიანებელია ორგანიზმის არის დეტოქსი, ანუ ნაწლავების დეტოქსი რო აწერია ხოლმე, ნაწლავების დეტოქსი, როგორც წესი დეტოქსი არ არის. ეგ არის უბრალოდ საფაღალათო, რომელიც ადამიანს კუჭს აუშლის მოკლედ და ანუ დიარეას გამოიწვევს და ზედმეტი დიარეა სასურველი არ არის ორგანიზმისთვის, სასურველი არ არის ნაწლავებისთვის, ნაწლავებზე დამაზიანებლად მოქმედებს, ამიტომ არ არის საჭირო. ანუ ზედმეტად არის ხოლმე რომ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან, მაგრამ ორგანიზმი მშვენივრად წმენს საკუთარ თავს, ამისთვის ევოლუციურად გვაქვს ღვიძლი, თირკმელები, ნაწლავები, კანი, ოფლი გამოიყოფან, ზედმეტი არ სასურველი რაღაცებს ოფლის გამოყოფს ცოტას, მაგრამ მაინც და ღვიძლი და თირკმელები იდეალური გამწვენებია და ის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით და თუ რამის დეფიციტია, იმ დეფიციტის შევსებით შეუწყოთ ხელი, ეგ არის რეალურად მთავარი და ყველაზე კარგი რის გაკეთებაც შეგვიძლია, ვიდრე ის რომ რაღაცა დეტოქსები, რომელიც ხშირად ტოქსიურ ნივთიერებებსაც შეიცავს ხოლმე იმისთვის რომ ფაღალათი ეფექტური იყოს და ნაწლავებს აღიზიანოს ტყუილად უმეტესად, ხო, ანუ ერთი რომ ტყუილია და მეორე ნაწლავებზე უარყოფითად მოქმედებს და ტყუილი ფულის ხარჯვაა ხოლმე და ამიტომ არის რომ არ არის სასურველი. და მესამე მნიშვნელოვანი უარყოფითი დანამატი არის სელენი, ანუ სელენი ზოგადად საჭიროა და დაბალი დოზებით საჭიროა, ანუ 50 მიკროგრამი საჭიროა დღის განმავლობაში, მაგრამ ბევრი საკვები დანამატი შეიცავს დიდი რაოდენობით, ვთქვათ ზოგი 400-ს, 150-400-ს და ეგ არ არის სასურველი და არც არის საჭირო, ანუ სელენი არის მიკროელემენტი, რომელიც ორგანიზმს ჭირდება ძალიან ცოტა და მისი დამატებით და დიდი რაოდენობით მიღება პირიქით არასასურველია, ვითარდება სელენოზი. სელენი თვითონ აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის, იმუნიტეტისთვის, ბევრი ფერმენტის ფუნქციონირებისთვის, ანუ ჯამში საჭირო კომპონენტია, მაგრამ როცა სელენოზი ვითარდება და ადამიანი დიდი რაოდენობით სელენს იღებს, თმები ხდება უფრო მწვევადი ფრჩხილებიც, მწვევადი ნივრისუნი პირიდან და ტოქსიური, ანუ ტოქსიურად მოქმედებს. შესაბამისად, სელენზეც იყო ჩატარებული ამ კვლევა სელექტში, სადაც იყო რომ იქნებ პროსტატის კიბოს პრევენციას ახდენს და არ დადასტურდა, ამიტომ არ აქვს რაღაცა მნიშვნელოვანი პრევენციას არ ახდენს სელენი, მით უმეტეს მაღალ დოზებზე საუბართ, რომ როცა დეფიციტი აქვს ადამიანს, მაშინ რა თქმა უნდა სელენის მიღება სასურველია, მაგრამ მაღალი დოზებით არ არის სასურველი და არც არის საჭირო. ამიტომ ზედმეტი სელენიც ერთ-ერთი არის ხოლმე რომ ან ტყუილად ფულის ხარჯვაა და ან რაღაც სელენი რომ მაღალი დოზებით აწერია საკვებ დანამატს, როგორც წესი ის არნიშნავს რამე კარგს და განსაკუთრებულს. ხო, და საბოლოოდ რომ ვთქვათ, საკვებ დანამატები არის მნიშვნელოვანი დეფიციტების შევსებისთვის და აი წამლამდე რა, ანუ სამ რაღაცა სერიოზული წამალი დაგჭირდება, შესაძლებელია საკვებმა დანამატმა ის რაღაცა ის პრობლემა მოგიგვაროს სამს ბუქად და რამე მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის. მნიშვნელოვანი პრობლემას მნიშვნელოვანი წამლები ჭირდება როგორც წესი. აბსოლუტური ფულის ხარჯვა არ არის, რა თქმა უნდა, საკვები დანამატები შესაძლებელია მისი ეფექტურად გამოყენება, მაგრამ ზედმეტად საკვები დანამატების გამოყენება მაშინ როცა არ ჭირდება ადამიანს, მაშინ როცა ჭირდება მნიშვნელოვანია, მაშინ როცა არ ჭირდება შეიძლება იყოს ზედმეტი ფულის ხარჯვა და სულ შემთხვევაში ჯანმრთელობის რისკებიც. ახლა რაც შეეხება ერთი სიახლე, რაც არის ჩემი შემთხვევაში, გავაკეთე პოდკასტი. პოდკასტს ქვია ჭკვიანი სტუმარი, ეს პოდკასტი მაქვს ზურა ლეკიაშვილთან ერთად, ეს იცით ალბათ ქართველი კომედიანტია, ცნობილი. და ამ პოდკასტში ვიწვევთ სტუმრებს ნებისმიერი სფეროდან, არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ოპოზიციიდან, პოზიციიდან თუ ნებისმიერი სფეროდან, არ აქვს მნიშვნელობა ასევე ექიმი იქნება თუ მსახიობი იქნება თუ საზოგადოებრივ მოღვაწე, ნებისმიერი და ვსაუბრობთ ადამიანურ საკითხებზე, ხედვებზე, იდეებზე და კომიკოსის თანდასწრებით და ის ჩართულობით, მოკლედ ეს ყველაფერი ხდება უფრო საინტერესო და სახალისო. ახლა ვისაც გინდათ და გაინტერესებთ ამ გადაცემის ნახვა, მოკლედ პოდკასტის შეგიძლიათ მოძებნოთ ჭკვიანი სტუმარი, ასევე ლინკს დავურთავ და შეგიძლიათ ნახოთ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ გაქვთ სურვილი რომ ხარ დაუჭიროთ არხს მატერიალურად, დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ. აღწერაში არის ანგარიშის ნომრები. ვისაც საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ ისე დაეხმაროთ არხს, დალაიქოთ, გამოწეროთ, გააშეროთ. ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის.